ზიკო გაძარცვეს ეხლა ამ წავს. არა უშავს პოლიცია შევატყობინე უკვე. რას ფიქრობენ რეპერები? კამერამენები? მოშურები. ესეც ასე დღეს PvP Flows მე-3 სეზონის ნახევარფინალური ბეთლებია და პლუს ერთი სეზონს გარე ბეთლი მედმოსე ტოტო. ცოტა მოთარსუდვი არის ვითომ 13 პარასკევი, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ყველაფერთვის მზად ვართ, ტექნიკურად გამართულია ყველაფერი. ბიჭები საუნდჩეკს გადიან. აუ ყველას ველოდები. დღესაც ვეცდები ნორმალური ვლოგი შემოგთავაზოთ. ვიღაცებს ჩავწერთ, ვიღაცებს დაველაპარაკებით. ავზეცით რა. ხახო არხი გამოიწერთ ტვინი გამებურყა ამით რა, მაგრამ ხახო არხი გამოიწერეთ, please. Здорово. რა ხარ, ხოძე ხარ? კი. მე მგონი კი. შენ რა ხარ? გადასარევად. აუ, რა სიმპათიური ხარ. დღეს რა სათვალით ხარ? სურპრიზია. ოკეი. თქვენ სკოლა. შენში გაგიბრა ხედა თუ რამე გაკეთეს ნოს. კაიროსი, პოსტადიო ბიჭებს დავხტინა ვახიეთ ჩაი. ჩეხავს ერნავ და ხერხმა, ეხება ჩაი. გამუნტარებს ისე გარებს უხოთ თორემ შეფერი, გამიშენი და ჩეხინი კაცის დეკას შევეცი. პროექცი და ამა გამაგდოს და გამოიდარო. ზიკო წეგადელი ბიჭები, აბა ის ეხა ქარტე მაიკროფონი და ნიფლექსავი ხარბოჩი კაიროსი. პოსტადიო ბიჭებს დავხტინა ვახიეთ ჩაი. ჩეხავს ერნავ და ხერხმა, ეხება ჩაი. გამუნტარებს ისე გარებს უხოთ თორემ შეფერი, გამიშენი და ჩეხინი კაცის ერთი ხმა და ორი ფლო გამოიდანოს. გაპოზარიენი განაჩენი გამოიდანოს. ისი არდა მოგიხრათ და უკან გამოგიგზავნოთ. ხოსკა ეუნდება ხვა. ამასთან ცოტა არის მოსაწყობი ამოსაწევი ხმაც აი просто პირველი რაუნდი ჩავდა ბავშვი ეს შემიძლია დრაგა მომივა ამ ფასად დიქციას თუ გაიგებ დრაგა მომივა აუტ უკანასკნელი მოჰიკანები დარჩნენ მაგრამ უკანასკნელი რა მოჰიკანები ჩემი კარდა თმა იყო აქ ადრე ერთი რაღაცა ოდესმე თვის წინ დრედების კი რა ეს არ არის ჩემი დღე მე დღეს თავი გამალე ვაფშე ყველა მეზიზღებით ხალხი არა თქვენ ყველა მეზიზღებით თავი დამანებით რაგინა მითხარ დავისახურე მიკროფონი გასიქო Fast flow შემოიწა თავი სტარ შემოიწა სარაკა Io pubblica solino scegli smart business che fatto Oscar Baba di quelli cavoli che poi si questa Dillo stava
Ვალების ჩვენა გაგახვიზებს როგორც ის ხიფები აღოდ ეხა სადიქებია წარჩი შეიძლება ბაკარ მოასწრობა ურბან კულტურით ტექსტები ეთერგაბი სირენების ჩვენი სვანა ჩვენი ოპერატორი რომელსაც ძალიან კარგად გვინოს ძინავს აქ ოპ ეს ტიპი არის ყველაზე არანორმალური არტისტი. ვინჯია არ არა ოქროთა ბავშვი ყავი და ვიცი რომ გაიზარდე მაგრამ შენ ნახევარ ფინალში დაწმენებული ვარ ვენთოსა გედგება შენ სიტყვები კოშკებია გიგია ხარ პატარა გია მარტივად იშლება ლეგო მან წაგაგებინა შემასი ზარბაცე აქ წაგაგებინებს შენივე ego baby boy ოუ შათერ ენგლი აქვს ჩართული არტურა იმენა ისეთი ფუნქციები იცი იმარო არის ანუ არტურ რას ფიქრობენ რეპერები ფიქრობენ როდის როგორ და ვინ გადისონ მეტი არაფერი რა ეგ არის ასევე როდის და ვისთან მოწიონ that's it ეგ კათია მე მკითხე ხარა მე მკითხე მიდი მაინც ვითომ არ ვიცი რა უნდა აი აქედან ვარ და ბატონო აუ კამერა და რაღაცა ესა ხო გისმენთ რას ფიქრობენ რეპერები რიტმებს ოზი ვიყო იმას უკეთესი პასუხი თუ ქონეს რიტმებს რა ვიტყუები ჩემი დედა რიტმებს ფიქრობ რას ფიქრობენ რეპერები ჩვენები როდის დაიწყება ბეთლი ალბათ მე ნუ ხა მაყურებელი აქ როდის დაიწყება ბეთლი და ტექსტი რო არ დავიწყეთ მაგას კიდე არტურას პასუხი მოვიპარე რიტმებს რიტმებს короче რას ფიქრობენ რეპერები რაზე ზოგადად რას ფიქრობენ რეპერები ასე ზოგადად ბიჭო რატომ აგიჟებთ რაზე რას ფიქრობთ კაი მე кайფე რას ფიქრობთ რეპერები ვაუ როგორ ვიშოვოთ მილიონი თუ არა თემა რატო არა ვისაც არ უნდა ან კი არა არა როგორ ვიშოვოთ არა როგორ просто როდის ვიშოვოთ თორე რო ვიშოვით ვიცით დავადგეთ იმას რას ფიქრობენ რეპერები რეპერები ეგრევე პირველი პასუხი რა ვიცი რა არ ვიცი ქართული რეპერები მე ლექსე ვარ შენ რო დააწერე მოდი მე შეგებრუნოს რას ფიქრობენ კამერამენები როგორ გადაიღო როგორი ექსპოზიცია დააყენო და ასე პროფესიონალი უყურეში ცალხეში უჭირავს კარგად დამაფიქსირებს იგივენაირად ეს პასუხი მაქვს იკითხე ახლიდან რას ფიქრობენ კამერამენები შენ მოკლე ხელი ჯამად და მაგით ხო ის მკითხე ახლიდან რას ფიქრობენ კამერამენები ახლა ამ წელს ფიქრებს ვაუ შენში კამერამენი არ არსებობს ხო იცი ატრაკი ეს გიგას თვალი იყო ეგ აუ ხალხო რამხელა დინამიცია თუ პინოსი იყო მაინც ერთი წამი მოდი შუქი ბიჭო შუქი რა მაინც მართლა მოიპარე ეს აუ ჩემი კაი გაძარცვეს ზიკო გაძარცვეს ეხლა ამ წამს ამოვიდა და ზიკო გაძარცვეს რა თქმა უნდა ეგა აუ გამიტყდა მაგრად რა კაი დინამიკა მართლა გიგას ბრალი იყო თუ პინოსი პინოს თვალის ბრალი ყალე ჩაუსა მაგ რას ფიქრობენ რეპერები ბარებს ყველაზე მარტივად ხო ჩვენ მივდივართ ყავა უნდა დავლიოთ იმიტომ რომ კაფეინი არის მაგარი კამერა წყალგამძლე არის უძლებს ამინც გამარჯობა დედა სიმრა მაგარი არის რა ჩემი საყვარელი სოლის პსტა ასე მე მაინც ფისტას ვიყო ხო რაღაცა იაკლია შენ ზონას ფისტა სამი ცივი ყავა თუ შეიძლება ესე უკაცრავ თვითონ ლუკასად არის
კი ბატონო. რაშ არა, ყველა შაქრით. მე ნაყინის რაც შე. მოკლედ მეგობრებო, წინა ვლოგში ვთქვი, რომ მეთქი არტურა დაახოლოვეთ მეთქი და დაასპონსორეთ მეთქი და აი ხა ლუკა პოლარეში ჩვენ რომ მოვედით, ჩემი აზრით ვიღაცა უნდა გვეპატიჟებოდეს, ხო? ლუკა თვითონ. პოლარე. ბიჭო, იმეს ცოლქმარს რო აქვს საერთო Facebook, ჩვენ რო საერთო YouTube-ი. ბაზარი არა. რუსთავში ვინ გიყურებს, შენ ვინ გაფოლოვებს? ბიჭო, არ ვიცი, მაგრამ ქალაქი მცნობს, ბიჭო, ბაკეთ მიცნობს. შენ ხო რუსთავში დაიბადე? კი. გაიზარდე. იზრდები კიდევაც, ახლა, ვიჟენი აქვს, რაც მაგაცებიც იქნება, ხო და ვინები გიყურებენ? რა მასა გიყურებს? მაგალითად, რუსთავი იყოფა, ხო ისე აქეთ ეს რუსთავ ბაზრობა, ანუ ავტოსფერო, ისინი გიყურებენ? ბიჭო, ავტოსფერო არ ვიცი, მაგრამ ჰიპ-ჰოპში და ჰიპ-ჰოპში და YouTube მაყურებელი, აუ, არტურე ხარ ჩემი, მე ვცდილობ რა სერიოზულად. აზოტელები? სტა. ვაიმე, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სიგრილია მონოჰოლში და გარეთ 37 გრადუსია. ხო და ხალხო ვინც კომენტარებში წინა ვლოგის კომენტარებში წერდით რომ რატო არ ბაზრობთ open air-ზე მაყურებელი ვინც იყო მოსული ყველაფერი ნახა უბრალოდ უაზროდ არაფრის გამო გაგვითიშეს stage-ი იგივე დღეს First-time ქონა მაგარი შოუ მენსეით მაგრამ რასაც შეგვიდნენ ის ვერ მივიდა გვერდს ტექნიკურად მეც მორალურად, ფინანსურად არც ვისაუბრია მაგაზე. ამაზე არც მიცალობარგებ რა. რადგან ვერ მივიდა რაც გვინდოდა ის, ანუ სცენაც არ ყავს ესეთი, არც საუნდი ყავს ესეთი, არც განათება, არც მონიტორი, ამის გამო ჩვენ გვქონდა რაღაცა პრეტენზიები. იქედანაც დაგვიპირისპირდა პრეტენზიები, ვერ შევთანხმდით ერთმანეთზე და მოხდა ცოტა გაუგებრობა, აღარ დავკონკრეტდები ამ გაუგებრობაზე. რადგან ეს გაუგებრობა მოხდა, ამის გამო ივენთის პირველ დღეს არ ჩაგვირთეს მონიტორი და განათება. გვითხრეს რომ გამოირთო შუქია, მაგ დროს დაიწყო მაზერბორგის. ნამდვილად უბრალოდ არ ჩაგვირთეს, ანუ უბრალოდ გამოირთეს დენიდან ეს ყველაფერი. მეორე დღეს, როცა უკვე შევთანხმდით, სალამი მეგობრებო, როცა უკვე შევთანხმდით, რომ გუშინდელი გაუგებრობა წარსულს ჩაბარდეს, ყველაფერი დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, ბიჭებმა გაიარეს საუნდჩეკი, შემდეგ ჩვენ ისევ ავედით სცენაზე და ადამიანები, რომლებიც აქ არის საუბარი კონკრეტულად ოპენერზე. ოპენერის მიღმა კიდე იყო რაღაცა ქვედა რგოლები და ამ ქვედა რგოლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი პრეროგატივა იყო პრეტენზია ჩვენ მიმართ და გადაწყვიტეს, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოს სცენიდან. ხო და ეხლა ყოვას და ტახას რო თხოვ, რომ ბოდიში მოვიხადოს სცენიდან, ხო სიგიჟე არ და ის გამო რაც არ დაუშავებიათ ძებს. ბოდიში ვერ მიიღეს, ამის გამო პირველ ტრეკი ტახამ შეასრულა ჩაქრა შუქებში და მე იქაც გამორთეს ელექტროენერგია პირდაპირ დენის წაროდან რა. მოკლედ ძალიან გვინდა რომ თქვენთვის გვეჩვენები და მაგარი შოუ, მაგრამ არ გამოგვივიდა რომ ვინც აქ ხართ, მეგობრებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ გვერდით გახართ, ვინც სოციალურ სივრცეში გვეჩვენებთ, იმათაც ძალიან დიდი მადლობა. ყველა აბსოლუტურად ვინც ერთი სიტყვა მაინც შემოაწია, რომ ზერო არ ვიდარდოთ ყველაფერი, მაგრამ იქნება ყველაფერი ჯგუფად იქნება თქვენ გვერდით ვარ. ძალიან დიდი მადლობა და ერთმანეთს შევთანხმდით ხმაური. მოდი სიმაღლეში გეყოფა. გამარჯობა. სალამი. კითხვა. სამები შესაყურებელი. შენ შემოგიყვება. ჯიმ. კითხვა, რას ფიქრობენ რეპერები? სხვების ზოგადად თქვა. სხვა რეპერები არ ვიცი რას ფიქრობენ. მე რას ვფიქრობ? შენ რას ვიტყვი? მე ვფიქრობ, რომ დღემ უნდა ჩაიაროს კარგად და რეალურად საფიქრალი მარტო დღეს ეგ გვაქვს. ისე ალბათ ყველა რეპერი ფიქრობს ფულის შოვნაზე. ბევრი ფულის შოვნაზე. ფული? ნუ იმდენის მაინც რომ თავისი სახლი, თავისი მანქანა, თავისი გზა. არა, ეგ უკვე ისაა რა. სურვილს თუ ამბობ, თავისი სახლი, თავისი მანქანა, თავისი პატარა საქმე და საყვარელ საქმისთვის რომ მეტი დრო კონდეს რა და. თავზე გადაჯმული რეპერები ფიქრობენ უკვე მაიბახებზე და ვილებზე და რაღაცებზე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეგენი არაფერს არ აკეთებენ ხოლმე მაგაზინებზე, ვინების ფიქრობენ. როცა ფიქრობენ. ხო, 20 წლის შევიყავი, მეც მაგაზე ვფიქრობდი და სამწუხაროდ მე ეგეთად მოვიაზრებოდი მაშინ, მაგრამ მე წლები გემატება და ხვდები რომ რაღაცეები საერთოდ სხვანაირად არის ამ სამყაროში. Deal.
всё, ეგა. არ იწყინოთ რეპს თავი არ დაანებოთ, გააგრძელეთ ეხლა მე რო ვამბობ რომ არ იშოვება რაღაცეები, იმას არ ნიშნავს რომ თქვენ რო გაიზდებით და დიდები იქნებით, მაშინაც ეგრე იქნება. ჩვენ მაქსიმუმად შევეცდებით რომ ყველაფერი ვქნათ იმისთვის რომ შემდეგმა თაობამ იშოვოს მაიბახების ფული და მე იქნებ რომელიმე რეპერმა დამიფასოს და ვარდისფერიან ნიასამნისფერი მაიბახი დამითრიეთ. Two tones. ორივე თუ იქნება ვაფშე მაგარი. ოღონდ ვარდისფერი უნდა იყოს ერთი, მეორე იასამნისფერი რომ მეტად გავაღიზიანოთ. ჩვენ ყავს ახალი ბარმენი. მოშურელი ხარ? მოშურელი. აზორას ვიჯერა. აუ, ამას ჩავსვათ დასაწყისში. მე ვასები და მაგიდოსო. შენ გამომწერეს გაუმაჯს. შენ მოგევლი. რასვავ? აუ, მე ლუდი მინდა, მაგრამ ლუდი არ არის აქ. ნათქინა რო სუფთები ვარ ხედავ. ო, შენ ხო რას ამბობ, გამხდარი ტიპი მე უკანი, აუ, ძმა, ცოტა მინდოდა, მაგრამ მადლობა. წვენი ზალა მოსწეს მე. დაგლოცა. კონცი. აბა მაისა ეფექტი მივცეთ. დავაი. მედი არ ჩავარდებაში. ყველა კეთილი გულით მოსიარულე ადამიანს გაიმარჯვეთ აბსოლუტურად. შეგარგოს ღმერთმა. აგე გავდივართ შუქის ამბებს. ეცა და ეს არის BVB. ხო, ეს არ იქნება. სადაა ქუთელა? ქუთელა. ვაუ. ერთი. სულ რაღაცა. ეიო. ნახევარი საათი რჩება ივენთამდე. ნახე. გარეთ უკვე რიგი რას მახის და ერთი ორი. ახას ძალიან მაგარი. ლაივი გებით. ნახე ძმებო, აი ეს ვიზუალი. აი ეს ვიზუალი და იმასორი. მოკლედ, ჩავაქროთ ყველა შუქი. ესეც ეკრანით ჩავაქროთ. Yes. ზიგო, შალაბანი ჩავდე, ოღონდ ცოტა ხმა დავაუზე, რომ ძმებმა გაიგონით რას ვეუბნებით, რა. ჯერ არ თავს ეკრანზე ვიზუალებს. პირველი რამოდენიმე წამი ტრეკის გათიშულია ყველაფერი. აი ხლა შეიძლება ხო? ცა ამერიკელები ისამართზე მე მაშინ ქართული ჰიპ-ჰოპის რემისამაცული და სანამ შეეხები ტაქსავინის გახსნებას მე მაგათვატყავდი რომ ვიყავით ექსპედიციას. ნამდვილი ჯიმოზე ჩუმოშრება ბაზარი და შენი ფითო ფაქტი ჩემზე ტროხა ბაზარია. ჯებირებს? ხო, აბარა. ჯებირებს დავტოვე. просто კიდე რას როგორ აქონია? კი. ცეკვაზეც იყო. მე მერეც იყო. ბიჭო, შემოდის მაინც რა და მეტი არ გვაქვს ჯებირი? ქუთელ. ჯებირი არ გვაქვს მეტი? აუ, ჩემი კაცი. აქ ზოგადად დგავ ჩვენ ჯებირებს, მაგრამ აი აქ სულაში გვაქვს სამი შოუ და მე პატარა კონცერტი. აქ სიგნით წამყვანი იქნება, მე ვიქნები ერთ-ერთი მსაჯი, ოპერატორები და მონაწილეების ტიპები რა. არაფერაზე გითხეთ, ამაში ხალხს არ უშ. ბიჭო, შევკრავთ, რა, აი ამებს შემოვიყვანთ ესე. ხო, შევკრავთ უფრო წრეა რა. ხო. ეგრე გავაკეთე. ცოტას ვიზავთ. ეგრე გავაკეთე. და ცოტა ისე მკაცრად მეყავდეს, რომ ხალხი გაწიოს ხოლმე რა. ცოტა რთულია აქ რა, დგომა. ადვილია. მალე ჩავატარეთ მაგას აქ სტანდარტული კონცერტი მაინც არა იდეაში. მე ძალიან ლამაზი სახე. ზოგადად ოპერატორები ძალიან სიმპათიურებია. აი ჯამატა სიმპათიური, აი სვანა სიმპათიურია. რას ფიქრობენ რეპერები? რას ფიქრობენ რეპერები? კამერამენები? მე ვთქვიე, ანუ იდეაში რას ფიქრობენ, სხვები არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ პირველ რიგში
ჩემ ოჯახზე და ჩემს საყვარელ ადამიანებზე პირველ რიგში მაგაზე ვფიქრობ და ესე რო თქვა პროსტა რას ფიქრობენ რა აუ არ ვიცი არ რთულია ყველა რეპერი მგონი სხვადასხვა რაღაცაზე ფიქრობს რა მე პირადად წინსვლაზე რა არ გაჩერებაზე და ბევრი საინტერესო სიახლის შექმნაზე ალბათ მაგაზე ვფიქრობ რაზე ფიქრობენ რეპერები ან რას ფიქრობენ რეპერები რა ეს გამოგართვა თუ ეგ უნდა ითქვი ბიჭო რაზეც ვღერიან რა მაგაზე ვფიქრობენ ალბათ რაც ადარდებთ მაგაზე ფიქრობ იო საკეში ფულქარები ხოდა და თუ უნდა შემარეხნები ხოძე და აგდები თორე დაიღები მოსე და მიდები მასიანი და მიდები ფსოზე და მოდიგერა ჩემი ლაინები მასე გავიწდება მადლობა რომ უყურეთ ჩემ vlogs. იმედია მოგეწონათ ივენთი. კლიანად აუცილებლად დაწერეთ რამდენად მოგეწონათ ახალი განათება ჩვენს მონოჰოლში, ახალი ფერები ჩვენი ვიდეოსი ზოგადად. ბეთლები როგორ მოგეწონათ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, ბევრჯერ ვიძახი ვიდეოში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი. მადლობა არტისტებს, მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მონოჰოლს. იმედია ხედავთ რამხელა რესურსს და რამხელა წვალებას ვდებთ ამ ჩვენს პროექტში, ამიტომაც დაგვასაპორტეთ ყველანაირად ხალხმა. ნუწერთ hate კომენტარებს არც ჩემთან, არც flows არხზე. გპირდებით რომ ფინალური ივენთი იქნება დაუვიწყარი. 90% დარწმუნებული ვარ რომ იქნება ეს ბათუმში, აგვისტოს 5 რიცხვიდან დაახლოებით 12 რიცხვის ესე შუალედში. გავერთობით, გავგილდებით, ვირეივებთ, კარგ გემრიელ დროს გავატარებთ ერთად. და ნუ PP Flows ფინალურ ეპიზოდს დაემთხვევა რამოდენიმე საინტერესო season of battle-ით და ზოგადად ძალიან კარგ live-ს იხილავთ და მოусმენთ ფინალის მერეც. სულ ეს იყო ჩემი vlog-ი, როგორც გითხარით, ძალიან რთული არის გადაღებაც, იმიტომ რომ კამერის უკან მდგევარ და ის რაც ხდება ჩემ გარშემო, ხოლმე მაგ დეტალებს ვერ ვაფიქსირებ ხოლმე კი მობილურის ესეც პატარა ჩარტვებს სვავ, რაც მე არ მომწონს, მაგრამ ნუ რა ვქნათ რა, ეგ არის რაც არის. მადლობა და რაო, ჩაო.